აფხაზეთის არქივის სამმართველოს თანამშრომლები 1985 წლიდან 1992 წლამდე გამოსულ პრესას ახარისხებენ. უნიკალური არქივი, რომელსაც ახლა სპეციალისტები სწავლობენ და ამუშავებენ, სულ მალე სპეციალურ საცავებში განთავსდება და საიმედოდ იქნება შენახული. პრესის ამ დროისაგან გაყვითლებულ ფურცლებს ძალიან საინტერესო და ემოციური ისტორია აქვთ. ჩემი მეზობელი იყო მიხარი მშვიდობაძე, გაზეთ აჭარის რედაქციის ჟურნალისტი. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ყოფილი ბინა გაიყიდა და სადაში მქონი აი ეს გაზეთები და რაღაცები კიდე, მისმა ნათესავებმა გადმომცა. მე დაინტერესდი ამ გაზეთებით რა იყო, რასაც გადავხედე, საინტერესო იყო უფრო მევაქციე ყურადღებას აფხაზურ გაზეთებს. ჩემი სახით თუ ელემენტარული პატარა მარცვალ შევიდან აფხაზებსა და ჩვენ შორის რაღაც კი არა ჩვენ დამეგობრობაში ყოველ შემთხვევაში მომავლისათვის ძალიან მოხარული ვიქნები. საგულდაგულო ჩაბარებულ არქივს ახალი მეპატრონე რამდენჯერმე გამოუჩნდა, თუმცა როლანდ რუხაძეს გაზეთები არავისთვის დაუთმია. პირად საუბარში ამბობს, რომ ელოდა განსაკუთრებულ ნიშანს, რომელიც აუცილებლად მიახვედრებდა, რომ შენახული პერიოდიკა სწორ მეპატრონეს ბარდებოდა. ეს ნიშანი კი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემა მირავესტნიკი აღმოჩნდა. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს აქვს პირველი ანალიტიკური გადაცემა აფხაზეთთან დაკავშირებით. ეს არის გადაცემა მირავესტნიკი, რომლის წამყვანიც არის ექსპერტი ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე. დაახლოებით 1 თვის წინ აღნიშნულ გადაცემაში აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ბატონი თორნიკე საუბრობდნენ აფხაზეთის არქივზე, რომელიც 1992 წელს დაიწვა და სრულად განადგურდა. ამ გადაცემას მოყვა გამოხმაურება, აჭარიდან ერთი მამაკაცი დაგვიკავშირდა და გითხრა, რომ მას აქვს უნიკალური არქივი. ბატონი თემური დაინტერესდა არქივით, ჩამოაკითხა და მართლა ბათუმში ერთ პატარა ოთახში ჩვენ დაგვხვდა უნიკალური პერიოდიკა, რომელიც ასახავს 1985-დან 92 წლამდე პერიოდს. გადაცემის სტუმარი, აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი აღმოჩნდა ის პირი, ვინც ბატონი როლანდის კომენტარი ურეაქციოდ არ დატოვა და გაზეთების მცველს ბათუმში ჩააკითხა. ფიქრობდა, რომ აფხაზეთში გამოსული პრესის რამდენიმე ნომერი დახვდებოდა, თუმცა ადგილზე მისულმა მთელი არქივი აღმოაჩინა. როგორც გადაცემა მირავესტნიკში აღნიშნე, 92 წელს აფხაზეთის არქივის დაწვის შემდგომ ფაქტიურად ჩვენს დევნილობაში არქივს არ აქვს არანაირი მასალა, საარქივო მასალა, ის ფონდები დაიწვა, ვერ მოხდა მათი გადარჩენა. რაც გადარჩა, როგორც აღნიშნე, ორი ფონდი იყო, ეს ფონდი, რაც დარჩა აფხაზეთში ტერიტორიულად და აქვს აფხაზებს. და ვინაიდან ჩვენს არქივში არ მოიძებნება ძველი მასალა, რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიას 92 წლამდე, ურთიერთობების გაფუჭებამდე, ამიტომ ამ გაზეთების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი გიორგი გაბედავა ამბობს, რომ გაზეთები სათანადოდ იქნება დაცული და ხელმისაწვდომი მკვლევარებისთვის, ჟურნალისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის. მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ აფხაზეთის არქივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს თითქმის სრულად განადგურდა, ეს მასალა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. უწყება უახლოეს მომავალში გაზეთების გამოფენასა და დაინტერესებული პირებისთვის მათ გაცნობას გეგმავს. ეს მასალები იქნება, როგორც აღნიშნე, გადარჩეული და შესაბამისი წესით დაცული და მეორე ეტაპზე ჩვენ გეგმავთ, რომ ის საინტერესო ეპიზოდები და საინტერესო სტატიები, რომლებიც ამ მასალებშია მოცემული, ამ მასალების გამოფენა მოვაწყოთ და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ჭრილში. ამიტომ თუ არის ისეთი სტატიები, სადაც ნათლად არის ასახული ქართველების და აფხაზების მეგობრობა, თანაცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ამ უნიკალური მასალების აფხაზეთის არქივში, ესე ვთქვათ, გადანაცვლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ თავმოყრილია გაზეთები, რომლებიც 1985 წლიდან 1992 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიცემოდა. ბუნებრივია, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აფხაზეთში და აფხაზეთზე გამოსულ გაზეთებს აქვს. ჯერა რომ სტატიები, რომელიც თითქმის 35 წელი ელოდნენ მკითხველს, ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.